დღეს შევაფასეთ ჩვენ ყველა სტუმართან პრეზიდენტის განცხადება მოვისმინეთ და მოვისმინეთ ასევე უმრავლესობის პასუხი ხელისუფლების განცხადებაზე, რომ ეს იყო დაუფიქრებელი და არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი. Როგორ ფიქრობთ, რაღაც ახალი ტიპის კონფლიქტი შეიძლება ისახებოდეს უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის და თავად ამ არავისგან ნახულ კონტრაქტზე რა წარმოდგენა გაქვთ? დიახ, მოგესალმებით, დიდი მადლობა ეთერში მოწვევისთვის. რაც შეეხება კონტრაქტს, თუ გამოდივართ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც დღეისთვის ჩვენ გვაქვს, ძალიან მარტივია, რომ აქ მართლაც ადგილი აქვს კორუფციას, იმიტომ რომ გასაგებია, რომ რუსეთს სურდა ამ კონტრაქტის შეცვლა და ეს არ არის პირველი და მეორე წელი, ეს რამოდენიმე წელია. გაზპრომი საქართველოს მთავრობას თხოვდა ამის გაკეთებას, საქართველოს მთავრობა იყო წინააღმდეგი და საქართველოს მთავრობამ დღეს ხელი მოაწერა ამ ხელშეკრულებას და გაუგებარი არის რის საფასურად. ჩვენ რომ საქართველოს მთავრობა გვეუბნებოდეს, რომ ჩვენ წავედით დათმობაზე და რუსეთის საფასურად რაღაც დათმობაზე წამოვიდა, მაშინ ჩვენ შეიძლება შევაფასოთ ეს გარიგება იყო თუ არა გონივრული, მაგრამ ის რაზეც შარშან თვითონ საქართველოს მთავრობა, მათ შორის კალაძეც ამბობდა, რომ ეს არ არის საქართველოსთვის კარგი, დღეს უცებ როდესაც გახდა კარგი და თანაც ამას არ ასაჯაროებენ, მე მიჩნდება არა მარტო ის ეჭვი, რომ ეს არის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო, ამაში დარწმუნებული ვარ. მე მიჩნდება ეჭვი, რომ ამაში არის უბრალოდ მარტივი კორუფცია და კალაძეს თუ ივანიშვილს გადაუხადა ქრთამი გაზპრომმა, ეს არ არის ახალი პრაქტიკა გაზპრომისთვის და არც სოფლიოში ენერგეტიკულ გარიგებებში ასეთი ტიპის ძალიან გულუბრყვილოდ შეიძლება ჟღერდეს ჩემი კითხვა, კახა, მაგრამ ანუ ივანიშვილს არასაკმარისი თანხა აქვს და რაღაც ახალი დამატებითი ფინანსური რესურსის ნამდვილად ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს თქვენი თანხა, იმიტომ რომ ივანიშვილს თავისი თანხმები ნაშოვნი არ აქვს. ჩვენ ვიცით რითი შეოდნა ფული ბილ გეიტსმა, Windows-ი შექმნა და ვიცით რითი შეო ფული უორენ ბაფეტმა და განსაკუთრებით კარგად საქართველოში იციან ფული რითი შეო ცუკერბერგმა და ივანიშვილმა ფული შეო მაგითი ჩემო ძვირფასო დიანა, ამიტომ როცა მეუბნები რომ ქრთამი რა თუნდა ფული აქვს ასე ნაშოვნი და ვიცით ჩვენ ელცინის დროინდელი კაპიტალიზმი რაც იყო რუსეთში. აქედან გამომდინარე, გარდა ამისა ქრთამი არ ნიშნავს არ უნდა ჩათვალოთ მარტო იმას, ქრთამი არ ნიშნავს მარტო იმას, რომ დაუშვათ შეიძლება კალაძეს ქეში ფული მისცა ვიღაცამ, ქრთამი არ ნიშნავს მარტო იმას, რომ ეხა დოლარების პაკეტი მისცეს. მას აქვს უზარმაზარი ბიზნეს ინტერესები, მათ შორის რუსეთში და ქრთამი არის ისიც, რომ ამ ბიზნეს ინტერესებს შეუძლია ადგილობრივმა ხელისუფლებამ ან ხელი შეუწყოს, ან ხელი შეუშალოს. რა ბერკეტები ქონდა ქართულ მხარეს ამ მოლაპარაკების პროცესში? ჩვენ მე მოვისმინე სხვათა შორის წინასტუმრებთანაც ვახსენეს არგუმენტი გია ვოლსკის განცხადება, რომელმაც თქვა, რას ვიზამდით ეხა ამ მილს ხომ არ ამოვიღებდით და დავჭრიდით ჯართათში ხო არ ჩავაბარებდით, ანუ სხვა რა შანსი გქონდაო. თქვენი აზრით რა უნდა ყოფილიყო ძლიერი მხარე საქართველოს მთავრობისთვის ენერგეტიკის მინისტრისთვის ამ მოლაპარაკებებში? ჩვენ ვიცით, დიანა, როგორც იქცეოდა, ეს არ არის პირველი კონფლიქტი, ესეთი ტიპის კონფლიქტები იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, მაგალითად ბელარუსის და უკრაინის ტერიტორიაზეც გადის რუსეთის გაზსადენები და რუსეთს მოუწია, გაზპრომს უпростоრად მოუწია ძალიან ხშირად უკან დახევა ამ ქვეყნების წინაშე, როდესაც მათ თქვეს არ გინდათ, ნუ გაატარებთ და ამის გამო გახსოვთ თქვენ მე მთელი ევროპა იყინებოდა 3-4 წლის წინ, მაშინ იუშენკო იყო პრეზიდენტი და ასე შემდეგ. საერთოდ მე მინდა ეხა ამ საკითხთან დაკავშირებით თქვა, ჩვენი პარტია თავისუფალი საქართველო, თქვენ იცით, რომ ტრადიციულად მხარს უჭერს რუსეთთან არსებული პრობლემების დიპლომატიური გზებით მოგვარებას. მაგრამ ჩვენ მხარს უჭერთ იმას, რომ დიპლომატიური გზებით პრობლემის მოგვარება გულისხმობს იმას, რომ საქართველოს უნდა გადადგას კომპრომისული ნაბიჯები და ამას უნდა მოყვეს რუსეთის მხრიდანაც კომპრომისული ნაბიჯები. ივანიშვილს როგორც ბიზნესმენს, როგორც ოლიგარქს, რუსეთთან ურთიერთობების დათმობა ესმის არა საქართველოს პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ როგორც კომერცია. ის მიდის რუსეთთან დათმობებზე, ოღონდ მასთან საპასუხო დათმობებს რუსეთი ახორციელებს არა პოლიტიკის სფეროში, არამედ ბიზნესის სფეროში. მე მაგალითად არაერთხელ მithkomს და დღესაც გავიმეორებ, რომ მე მხარს დაუჭერდი თუ კი აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს რკინიგზა გაიხსნებოდა, ოღონდ თუ ეს მიბმული იქნებოდა მაგალითად დევნილების დაბრუნებაზე ან სხვა პოლიტიკურ ინტერესზე, რომელიც აქვს საქართველოს. მიდის ეს მოლაპარაკებები, შემიძლია დაგიანონსოთ, რომ უახლოეს თვეებში საჯარო გახდება. ივანიშვილი აწარმოებს მოსკოვთან ამ მოლაპარაკებებს, რომ გაიხსნას საქართველოს რკინიგზა. ამ პირობების გარეშე, დიანა. ანუ ამის საპასუხოდ რომ საქართველოს გახსნეს რკინიგზას აფხაზეთში, საქართველოს მიიღებს არა დევნილების დაბრუნებას, არა რაიმე სხვა პოლიტიკურ დათმობას რუსეთის მხრიდან, არამედ ივანიშვილის ოფშორებში მისი მილიარდები შეივსება კიდე დამატებითი აქტივები და. კახა, როცა ამბობთ ივანიშვილის მართავს მოლაპარაკებას, ეს გულისხმობთ რაღაც კოლექტიურ ივანიშვილს თუ კონკრეტულად ივანიშვილს? რა ვიცი, მე ესე ვამბობდი, როცა ვამბობდი, რომ სააკაშვილმა დაარბია 7 ნოემბერი, ამას გულისხმობდი, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაარბია და როცა ყველა ერთად ვამბობდით, რომ შევარდნაძემ გააყალა
ყალბა არჩევნებდი გულისხმობთ რომ შევარდნაძის მეთაურობით მისმა აპარატმა და ეხლა დღესაც რა თქმა უნდა ერთვე არავის არ ეპარება იმაში ვინ არის პირველი პირი და პირველი ვიოლინო საქართველოს ხელისუფლებაში და ეხლა იქ კონკრეტულად ქაღალდები რო წაიღო კალაძემ და კიდე ტექნიკურად ვინ შეასრულებს ამ ყველაფერს ამაზეც ვისაუბროთ თუ გინდათ მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია. კარგი, კახა, მე მინდა დღეს ჩვენ ნახეთ NDI-ის კვლევები, პოლიტიკური ნაწილი, რომელიც არ იყო, ესე ვთქვათ, ძალიან მასშტაბური, იმიტომ რომ პოსტსაარჩევნო პერიოდს ეხებოდა და NDI-მ ჩათვალა, რომ არჩევნების სურათმა გასცა პასუხი კითხვებს, მაგრამ იყო ერთი, რომელი პარტია დგას თქვენთან ყველაზე ახლოს 40 ქართული ოცნება, 10 ნაციონალური მოძრაობა, 3 თავისუფალი დემოკრატები და პატრიოტთა ალიანსი 22 არ ვიცი, ასეთი იყო შედეგები. ამ შედეგებზე თქვენი კომენტარი და ასევე პოლიტიკურ ველზე რა სიტუაცია მივიღეთ დღეს. მაგალითად, ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ოპოზიციურ სპექტრში ეს იყო ყველაზე მსხვილი პარტიის ორ ნაწილად გაყოფა. თქვენ ამ პროცესს როგორ უყურებთ? ესე იგი, დავიწყოთ NDI-ის გამოკვლევებით, თავისუფალი საქართველოს ტრადიციულად როგორც NDI-ის, ისე AIRA-ის კვლევებში 3%-მდე როცა სახელდება პარტიები, აი იქ იყო ხოლმე მოხსენიებული. მე არ ვაპროტესტებ ახლა იმას კონკრეტულად ჩვენი პარტია რატო არ არის, ასე ვთქვათ, ამ ნუსხაში და არ ვამბობ რომ ჩვენი პარტია ეხა 3%-ზე მეტი აქვს რეიტინგი. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ბოლო საარჩევნო კამპანიის მანძილზე ვიყავით ბლოკში და ამან ბუნებრივია რომ პარტიის იდენტიფიკაცია ერთგვარად შეასუსტა. თუმცა ვეცდებით რომ 2017 წელს ჩვენ გავიდეთ არჩევნებზე დამოუკიდებლად და ამ ორჩეველის მიმხროთ როგორც პარტია თავისუფალმა საქართველომ. რაც შეეხება ზოგადად NDI-ის კვლევებს, დიანა, ამასთან დაკავშირებითაც უნდა ვთქვათ, რომ მოდი რადგან დღევანდელი ეთერი გულუყულობის საწინააღმდეგო ეთერი არის, ვთქვათ, რომ NDI ეს არის ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული სტრუქტურა და როგორც ცნობილი გამონათქვამი ამბობს, მუსიკას ის უკვეთავს, ვინც იხდის ფულს და აქთან გამომდინარე ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ NDI-ის გამოკვლევები რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმ კუთხით, რომ ის რეალობას ასახავს, არამედ იმ კუთხით, რომ ის ასახავს ამერიკის მთავრობის, ამერიკის პოლიტიკური ელიტის ინტერესებს საქართველოში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს ინტერესია, რომ ქართულ ოცნებას 40% აქვს და 10 ნაციონალურ მოძრაობას და თავისუფალი დემოკრატები და პატრიოტთა ალიანსი 3-3. ერთმა ძველმა ვეტერანმა, რომელიც კომუნისტების პერიოდში უშიშროების სამსახურში მუშაობდა, მითხრა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებასა ჰქონდა საბჭოთა პერიოდში ასეთი წესიო. 95% უნდა ყოფილიყო სიმართლე და 5% ტყუილიო, იმიტომ რომ თუ მუდმივად გავრცელებთ ტყუილს, ამ დეზინფორმაციას არავინ არ დაუჯერებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, NDI პოსტსაარჩევნო პერიოდში გამოაქვეყნებს ბევრად უფრო რეალობასთან ახლო მდგომ, ასე ვთქვათ, მონაცემებს, მაგრამ წინა საარჩევნოდ ის გააკეთებს იმ აქცენტებს, რაც ჩვენ გვახსოვს და NDI-ის არც ერთი წინა საარჩევნო კვლევა არჩევნების შედეგებს არ ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ ცდომილება არის 3%, მინიმუმ 300% არის ხოლმე ცდომილება NDI-ის კვლევის შედეგებსა და არჩევნების შედეგებს. კახა, ბოლო შეკითხვა ეს არის პროცესი, რომელიც ალბათ დასრულდა, ფიქრობთ, იმით, რაც მოხდა ნაციონალურ მოძრაობაში. აი ეს ტენდენცია დასრულდა ამით თუ არა და ამას როგორ შეაფასებდით, გაყოფას ამ პარტიის ორად და იმას, რასაც ვისმენთ. ყველას გვახსოვს, რა ფუნქციას ასრულებდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ნაციონალური მოძრაობის მთავრობის სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში და მიმდინარეობს ზუსტად იგივე პროცესი. ბოკერიას გუნდის სახით ივანიშვილი ქმნის სატელიტურ ოპოზიციას, რომელსაც იქნება თავისი კრიტიკის არეალი. მას მისცემენ უფლებას, რა საკითხზე უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება, მაგრამ ექნება ასევე არეალი, რომელიც მისთვის იქნება ტაბუირებული და რომელზეც მათ კრიტიკის უფლება არ ექნება. შემიძლია გავაკეთო პროგნოზი, რომ შეეცდება აუცილებლად ბატონი ივანიშვილი, რომ სწორედ ამ გუნდის კონტროლის ქვეშ გადავიდეს რუსთავი 2, რათა მას ჰქონდეს ერთის მხრივ სათქმელი დასავლეთისთვის, რომ აი რუსთავი 2 რჩება ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ არხად, მაგრამ მეორეს მხრივ რეალურად ეს აღარ იქნება, რა თქმა უნდა. ამას როგორ იზამს? ამას ჩვენ ნახავთ 25 იანვარს, როდესაც მოვა უზენაეს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადა. გასაგებია. თითი მადლობა კახას, რომელიც იყო გადაცემის ბოლო სტუმარი დღეს. ჩვენ ხვალიდან ისევ ეთერში ვიქნებით 2 საათზე, 4 საათზე, საღამოს დღეს 7 საათზე უკვე ვახოსანაი